ქრისტიანობა იმიტომ არის კარგი, რომ ცოდვა უნდა შევიგრძნოთ, ცოდვის გამოსყიდვა და ცოდვას საზღვარი უნდა დაედოს. სახელმწიფოს მოვალეობა ეგ არის, ცოდვას საზღვარი უნდა დაედოს სეკულარულ იმაში. და კანონებიც ამიტომ არის. კანონები მოუშვით თელ ქვეყანაში და წარმოიდგინეთ რა მოხდება. ხო, ცოდვილი არ იყოს ადამიანი, ამდენი კანონები რა ეშმაკათ უნდა. ყველგან აკრძალვა ყველაფრის. საგზაო წესებიდან დაწყებული საერთოდ ყველაფრის. ხო, ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ესე უნდა მოიქცე, ისე. რატომ არის ესე? იმიტომ რომ ცოდვილი ადამიანი ექვემდებარება სისულელეებს და სისულელეებს გააკეთებს. ამიტომ დაედო ნორმები და აკრძალვები. და კანონი არის აკრძალვა. გიკრძალავ თელ რიგ რაღაცეებს, ან ვარეგულირებ მოქმედებებს. როგორც საგზაო წესები არეგულირებს მოძრაობის წესებს, რომ ავარია არ მოხდეს. აბა ახლა ამოიღეთ საგზაო ნიშნების წესები, რა მოხდება? არავინ არაფერს არ დაუთმობს გზაჯვარედინზე. ყველას გასწრება უნდა. აბა გინახიათ ესეთი სურათი, როდესაც შუქნიშანი აღარ მუშაობს, რა ამბავია. დაუძახებენ შესაბამის ორგანოდან პოლიციას, ხელით მარეგულირებელს, რომ არ მოხდეს ეს ეგრეთ წოდებული საცობები, სხვანაირად შეჯახებები. და ამიტომ აიძულებ ეს ცოდვილი ადამიანი, ერთი ცოდვილი ადამიანი მეორე ცოდვილს ეჯახება. ამას დარეგულირება ჭირდება. აი ნახეთ სახეზე არის ცოდვილი სამყარო. და ამ ცოდვილი სამყაროში შემოვიდა იესო და მოიტანა ახალი ამბავი, აღდგომი დაადასტურა. რომ არ აღსდგარიყო, დამთავრებულია, მაგი ჩაითვლებოდა მითოლოგიათ და იმათ, მაგრამ არც ერთი რელიგიური წიგნი არ ადასტურებს სხვა ხალხის რელიგიებიდან რომელიმე წინასწარმეტყველის აღდგომას, არც მუჰამედი აღდგარა და არც ბუდა. აი ერთადერთი არის ბიბლიაში მოცემული, რომ აი ეს ბიბლიური ღმერთი, ეს იყო სასწაულზე სასწაული, როცა ღმერთი როგორ დაიმდაბლა თავი, განკაცდა და მერე 33 წლის მერე დედამიწაზე ცხოვრებისა მესამე დღეს გარდაცვლილი აღსდგა და საფლავიც ვერ ნახეს და იგი აღსდგარი განდიდებული სხეულით მოწაფეებს ესტუმრა სახში დაკეტილ კარში შევიდა, უკვე ის აღარ ექვემდებარებოდა მატერიალურ დაბრკოლებებს და მე შედიოდა, ეგ არის სასწაული. და ახლა ჩვენ შეზღუდული ვართ ერთი კედლიდან მეორეში ვერ გავდივართ. 40 დღის მერე ამაღლდა იგი ცად 50 დღეს სულიწმინდით აღჭურვა თავისი მოწაფეები და აი ამ ძლავრმა მოძრაობამ განაპირობა მსოფლიოში ქრისტიანობის სვლა. და მერე თანდათან გახუნდა ეს და დარჩა შიშველ რწმენამდე, რიტუალამდე. ეს ყველაფერი ცოცხალი რაც იყო დავიდა რიტუალზე. და რიტუალი ნიშნავს არ გწამს და უბრალოდ ტრადიციით აკეთებს. რაც მთავარია, რასაც ითხოვს ღმერთი, ამას არავინ არ ასრულებს. ღმერთი ჩვენგან ითხოვს მის რწმენაზე ჩვენ შეცვლას. ამოცანა არის ადამიანის გამოცვლა და არა სანთლის დანთება. შესაძლებელი არის თუ არა ადამიანის ფსიქიკისა და მთელი აი ცოდვილი ბუნების გამოცვლა. შესაძლებელი არის თუ არა აღორძინება ადამიანის და გაცოცხლება იმ სულიერი არსებისა, რომელიც მოკვდა 60 ბაღში. აი გვეუბნება ქრისტე რომ შესაძლებელია. და რწმენის გარეშე ამას ჩვენ ვერ შევასრულებთ. ისე კი აღდგომას რაც ეხება კიდევ და კიდევ შემიძლია თქვა რომ ურწმუნო კაცის აზრი არ აქვს, გინდა ეკლესიაში არის, გინდა ამ კალენდარულ აღდგომას არ ჩაეთვლება არავის ეგ, ისევე როგორც უაზრო ყანყალი ინსტიტუტში არავის არ ეთვლება, უნდა ეს ინსტიტუტში ეს არის ესეთი ცოცხალი ურთიერთობა სტუდენტისა ლექტორთან, რომელიც სწავლობს ლექტორისგან, მითითებების ხელმძღვანელობს, აქტიურია მისი გონება და გამოცდებს აბარებს და ამთავრებს და გამოდის იქიდან ჩამოყალიბებული ცოდნის რწმენით. არის სტუდენტები, რომლის ტყუილად დადიან. დიდი უმრავლესობა 5 წელი არის დააყალობს იქა გავა გამოვა და აი რაღაცნაირად ისე და ვერც აკეთებს ვერაფერს თავის პროფესიით მერე. აი ესეთია ჩვენი მორწმუნეებიც ახლა. არაფერს მომცემი არ არის ეკლესიაში დადიხარ და დაემსგავსები იმ დიპლომატს, რომელმაც დიპლომი აიღო სამედიცინო ინსტიტუტიდან, მაგრამ სამედიცინოში არ მუშაობს, იმიტომ რომ არ იცის არაფერი. უნდა გაგვინათდეს თავი ეგა. რა აქტი არის ეს აღდგომა და ერთხელ და სამუდამოდ ეს აქტი ესე უნდა გადაიჭრას. ჯერ რა ადამიანს ეს აღდგომა თუ არის? ქრისტემ კი ახალი ამბავი მოიტანა, რომ ადამიანს შეუძლია დაბადება დედამიწაზე მეორედ. ესე იგი მეორედ დაბადება შესაძლებელი. ეს არის სწორედ სულიერი დაბადება, რომ ხორციელია ადამიანი ღმერთთან შეხვედრამდე და იმიტომ არის ცოდვით რო ტკბება, იმიტომ რომ ცოდვის იარაღის სხეული არის და სამშვენველი და სანამ სულიერი არ ახარ. ყველაფერი რა თქმა უნდა შია ხორცს, ხო, ამ სიტყვის სიმბოლური გაგებით, ხო? უნდა წუთისოფლის სიამეების ტკბობის ძალიან ძლიერი ლტოლვა აქვს ხორცს და სამშვენველს. და როცა სული გაცოცხლდება, უკვე იცვლება როლები. სულიერი გაცოცხლებული ადამიანი ამ სამყაროში იცის, რომ არის უკვე წუთისოფელში და წუთისოფლის სიამენი არ უყვარს, როგორც იოანე განმარტავს თავის პირველ წერილში. იოანეს ახალი აღთქმიდან იოანეს პირველი წერილი. ნუ შეიყვარებს გვეუბნება იოანეს პირველი წერილი წუთისოფელს და ნურც იმას, რაც წუთისოფელშიაო. ნახეთ რა სიძახის სულიერი ადამიანს მართლაც აღარ უყვარს წუთისოფელი და აღარ წუთისოფელში რაც არის ყველაფერი აი სხვა საერთოდ სიყვარული არ აქვს და მეტიც არ იხედება ლოტის ცოლივით უკან. ამიგეთ როცა გარდაცვლის დრო მოდის. ძალიან ბევრი ებღაუჭება ამ
წუთისოფლის სიყვარულის გამო და უკან იხედება. და ეგ ბიბლია გვეუბნება იქცევა მარილის სვეტად, ესე იგი ის გამართლებული არ იქნება. ამიტომ ქრისტიანობის რწმენა არ შემოიფარგლება ჩვეულებრივი საკალენდრო რიტუალებით, რომელიც აუცილებელია და რაღაცა ოკულტისტურ და იმას იღებს, უნდა წახვიდე შეასრულო. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ პირველი არის სულით აღორძინება. სულით აღორძინებული ადამიანი სიხავლით რასაც აკეთებს, ჩაგეთვლება. და ეგ როგორ შევამოწმოთ ჩვენ? ხე შეიმეცნება ნაყოფით ქრისტე გვეუბნება, ხო? ერთ ჩვენერ დღეს ამას გავიგებთ. დღეს ბევრი ტრაბახობს ამით და დაველოდოთ ცოტა ხანს ყველა გარდაიცვლება და გაერკვევა ყველაფერი. ერთი კი ვიცი, რომ ახლა რაც ხდება თელერი ქვეყნებში, ეს არაფერი კავშირში არ არის ქრისტიანობასთან, იმიტომ რომ ქრისტე ვისთან არის ღმერთი, ვისთანაც არის იმ ქვეყანას. რა მინდა ვთქვა, იცით, ოქრო ვერცხლს კი არ დააყრის ქრისტიან კაცს, ღმერთი რაკიღა ქრისტე გწამს. აი გაგიადვილებს ცხოვრებას დამპალ ქვეყანაში. აი ეგ არის ქრისტიანობა. ესე განა სიმდიდრეში გაცხოვრებს, ჩათვლის გაცხოვრებს სოლომონივით, თუ ჩათვლის. ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ის რომ იტანჯოდა რა, ამ ტანჯვას აგარიდებს და მშვიდად დაყოფ გარდაცვალებამდე დროს. ეგ არის ერთ-ერთი სიამოვნება. დღეს ადამიანში ფოთი აქვს. იტანჯება, აგეგმილი აქვს, დაგეგმავს ცხოვრებას, ყველაფერი თავზე ენგრევა. უფრო მაღალ დონეზე სეკულარულ მიწიერ ცხოვრებაშია გადავარდნილი. საქმე-საქმეზე არინდობს მოყვას. როცა დადგება რაღაცა არჩევანი, გამიგეთ, რა თქმა უნდა, ყველას გაწირებს და თავის თავს უფრო წინა პლანზე წამოაყენებს, ეს იქნება სამუშაო ადგილი, იქნება ეს იქნება ინსტიტუტი თუ რაღაცა. ცნობილი ამბავია ეგ, ხო? ასე რომ სად არის მან დათმობა ან სიყვარული? აი ვის წამდა ღმერთი? აი აბრაამმა დაუთმო თავის ძმისშვილს. მერე სიყვარულისა გამო ღმერთი რო უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ძმისშვილმა მიატოვა და აირჩია მდიდარი ქვეყანა სოდომი და გომორი, მაინც შესტკიოდა გულზე და მუდმივად ფიქრობდა მაზე და ამის დასტურიც ისე როგორც კი შიკრიკი მოვიდა და ამცნო რომ ლოტი სხვა მაცხოვრებელთან ერთად ტყვეთ იქნა წაყვანილი. იგი ლოტის გულისთვის გაიქცა და ლოტის მეშვიდმით და ყველა გაანთავისუფლა. მერე ისეც აწუხებს, როცა დაინგრევა სოდომი და გომორი და გადარჩა თუ არა, ესეც არის ის დარწმუნებული არ არის, გახედავს ბოლიროაზდის ქალაქს. ერთ-ერთი კაი სურათები ეგა და ახლა ამის კითხვის პროცესში მართლა თუ გადაიკითხავთ, ხადაგიგოსავით კაცი და ამაზე არ ეფიქრებ, არ შემოვა ის იქიდან შენში, არ გაიაზრებ და მერე რაღაც გაკვეთილებს არ ისწავლის, რომ პრაქტიკაში გამოგადგეს. ესე რა მნიშვნელობა აქვს მაგისწავლას ეს? ჩვენ ამიტომ უყურებთ ბიბლიას როგორც ღმერთის წელიც, რომ თუ ეს არ ცოცხლდება იქიდან, თუ ჩემი გაცოცხლება არ მოხდა, მე მაგ წიგს მე არაფერ უპირატესობას არ მივცემ, თქვათ ბიოლოგიასთან და ბოტანიკასთან შედარებით. არაფერი მნიშვნელობა. მე ხომ გითხარით, ჩემთვის ამ წიგს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ახდენს სასწაულს და სასწაული სწორედ ის არის შენში შეცვალოს აზრები და გული რაღაცნაირად სხვა მიმართულებით დაიწყოს მუშაობა. აზროვნებას მთლიანად ცვლის. აი მთლიანად, აი მთელი დემეებით ცვლის აზროვნებას. ლექსიკონს ცვლის. ყოველ შემთხვევაში ლექსიკონის შინაარსებს ცვლის. რა შინაარსებიც ქონდა ადრე ლექსიკონში შინაარსები იცვლება და უკავშირდება შინაარსება ღვთიურ გაგებას უკვე. აი რატომ არის მე გაუგებარი, თქვათ მე რო ვლაპარაკობ ძალიან ბევრისთვის გაუგებარია რას ვლაპარაკობ. მომიყვანეთ 1000 კაცი და 1000 კაციდან რასაც ვლაპარაკობ თუ გაიგებს შენმე ბოლომდე. იქ იქნება 2-3 კაცი ალბათ და ისეც ალბათ ღმერთის დამსახურება იქნება და არა თავისი. ხო, აბა რო გაიგო ადამიანი, უნდა გაიგო მთელი აი როგორც ბიბლიის გაგება სწორედ რატო უჭერს ადამიანს. ცოტა დაცემულ ადამიანმა ბიბლია როგორ უნდა გაიგოს. ჯერ უნდა მიიღო ღმერთი და რწმენით ამან დაგაფიქროს ჯერ და რაღაცა რწმენითა და ლოცვით მიუდგე ამ საკითხს, ხო? დავითი და ეზრა იძახდა ამას, ხო? ნუ ფსალმუნები ვიცით 118 ფსალმუნი ეზრას უკავშირდება ეზრას სახელს, ხო? ეს ერთ-ერთი საინტერესო ფსალმუნი, ყველაზე დიდი ბიბლიაში 176 მუხლი არის. ნახეთ რა კარგი რამე წერია 118 ფსალმუნის 18 მუხლში. რომ რასაც თხოვს მან მორწმუნე ადამიანი, ამ შემთხვევაში ნებისმიერი მორწმუნე ღმერთს რომ როგორ ეხვეწება რომ გამიხილე თვალები, ხო? რომელ თვალებზე ლაპარაკი? ფიზიკურზე? ფიზიკური თავისთავად გონის თვალებიც ხო არია რა? აღმიხილე თვალი გამიგე, რათა გავიგო, შევიცნო საოცრებები შენის ჯულისა. ეს არის ლოცვა. აი ეს იმას კი არ თხოვს, იცი რა, შვილი მომიწყვეს სამედიცინო ინსტიტუტში, ფული მომეცი. აი ამას კი არ თხოვს. ასევე სოლომონიც, როგორც კი სოლომონი უკვე ტახტის მემკვიდრედ გამოცხადება და უკვე იკავებს რა მამის ადგილს, პირველი თხოვნა სოლომონის, იცით რა არის ღმერთის წინაშე რა დიდებული ლოცვა არის, მესამე მეფეთა მოგვითხრობს ამას? არის რა, აი ეშინია სოლომონს როგორ უნდა მართოს ამდენი ხალხი. ხურვალედო ლოცულობს მორწმუნე კაცი, ეს რას ეხვეწება ღმერთს? არაფერი არ მინდა, მხოლოდ გონიერება მინდაო, სიბრძნე. და ღმერთმა რომ მოусმია იმის გამო რომ შენ არ მთხოვე არც სიმდიდრე, არაფერი და ეს, აი ესეც კი მიამატა. სიმდიდრეც და ყველაფერი მიუმატა. ამ საკითხთან აი ესეთი მიმართება მაქვს პირადად მე.
რწმენა არის ცოცხალი ღმერთის რწმენა და არა რიტუალების შესრულება, არა რაღაც აბსტრაქტული ღმერთი, არა მღვდელთან სიარული. ხო, მე რწმენას როცა ვიძახებ, გულისხმობ ცოცხალი ღმერთთან ურთიერთობის რაღაც გარკვეულ ფორმას, რაღაცნაირი მედიტაციების საშუალებით და რა თქმა უნდა ინფორმაცია ბიბლიიდან, როცა მოწოდებული ეს და მე იმის თქვათ იმ კონტექსტში წაკითხვა ჩვენ რომელშიდაც ვიმყოფებით, ხო? სად მოგმართავს ჩვენ, როდის, რანაირად, რა არის ჩვენთვის გაკუთვნილი, რა არის, თქვათ კონკრეტულად, როცა აბრაამს მიმართავს და სარას, ის ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა. მაგალითად, როცა არის დიალოგი, თქვათ, ადამთან, ევასთან, ეგ ჩვენ არ გვეკუთვნის ეგა. ჩვენ აქედან კი ვსწავლობთ სულიერი გაკვეთილი ეს. ასევე აბრაამს ეუბნება, აბრაამს არ აყავს შვილი თორედ მე და თქვენ არ გჭირდება ეგა ხო. მაგრამ რა არის მანდ ყურადსაღები? რწმენა, ღმერთის ყოვლის შემძლეობისა. და ის კონკრეტულში ის აბრაამს შეუსრულა. ესე იგი, მანდიდან უნდა აიღოთ ისეთი რამ, რომ რაც აბრაამს რწმენა აქვს, ესეთი რწმენა უნდა ქონდეს ჩვენ ღმერთსა და უფრო მეტი ვიდრე აბრაამს კიდე, იმიტომ რომ ჩვენ გაცილებით რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. უფრო მეტად არის დამძიმებული ცოდვით დედამიწა ვიდრე აბრაამის დროს. აბრაამის დროს არ იყო 7 მილიარდი. ამდენი ათახსირება არ იყო და ამდენი სისულელეები არ იყო. ეხლა მოსახლეობა არის მთლად გამოჭუკებული და უამრავი საშინელებებია. არ იყო აბრაამის დროს ცოდვის აი ესეთი დონეზე ტოტალიზირებული ცოდვა და გლობალიზირებული არ იყო. მაგრამ ცოდვა მიდიოდა, აი მიდის ეხლაც. უფრო მეტად 100 წლის მერე უფრო მეტად გლობალიზირებული იქნება ცოდვა, ვიდრე ეხლა არის. ესე იგი, სწორედ ათეისტებს რომ მიაჩნიათ ცხოვრების პროგრესირება, ეს ქრისტიან თეოლოგებს ეს მე არ მიმაჩნია ცხოვრების პროგრესირება, ეს არის ცოდვის გლობალიზირება და პროგრესირება. აი ამის დანახვა არის საჭირო და რწმენა მაგას გულისხმობს. ხო, როგორ გვატყუებს სატანა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. და გადახედეთ რა საშინელებები არის ირგვლივ. ნუ რას არ გაიგებ, ხო? რა ხდება ირგვლივ, როგორ ცხოვრების, როგორ არის გამოშტერებული ხალხი, როგორ არის გაღიზიანებული ყველა, გადარეულია ყველა, სტრესირებულია მაღალ დონეზე. ადამიანები სტრესს იწვევს სხვადასხვა სამსახურები, სამსახურთან ურთიერთობები უფროს უმცროსობის, აბსურდული სამსახურების, რა რუტინული სამსახური, არავის სამსახური აღარ აქვს შემოქმედებითი. ყველა სამსახურები ფაქტურად ეს არის ავტომატიზირებამდე დაყვანილი. შენ საერთოდ გეუბნებენ არ იფიქრო. აი თავაზობენ თვითონ ესენ ეს გააკეთე და შენ როგორც ადამიანი კვდები და ეს ნაწინასწარმეტყველები 100 წლით ადრე ამის ნიშნებით ჩაიყარა მე-19 საუკუნის 80-იან წლებიდან და დიდი ტემპით დაიწყო მუშაობა მან 905-10 წლიდან სოფლიო მასშტაბით ევროპაში, რომელსაც ამას დიდი მოაზროვნეები გამოეხმაურნენ და დაედეს წინასწარმეტყველური ამ სიტყვის ესეთი ინტელექტუალური გაგებით წიგნები. აი ნიჩესი, ყველამ დიდი როლი შეასრულა აი მოაზროვნეებმა. გათვალეს, გაიანგარიშეს რა ელოდება პლანეტას 100 წლის მერე. დღეს რო აყენო ეს მწერლები იტყვიან, აი, რასაც ვიძახთით. ისინი არ მოიხიბლებიან აი ლამბორჯინებითა და აი ფერარებითა და აი მერსედესებითა და იტყვიან, არა, არც დაინახავენ ისინი იტყვიან, ყველაფერი უკან არის. ეს არის ნიჭი დაინახო. პროგრესთან ერთად, ზედაპირულ პროგრესთან შინაგანი რეგრესი. მწერლები, ფილოსოფოსები, მხატვრები შინაგანზე ამახვილებენ ყურადღებას. ნუ გამკითხავთ ჩემი ასეთი მაქსიმალისტური მიდგომისათვის. რა ვქნა მომკავლით ესე მჯერა და მწამს და დამტოვეთ ჩემ რწმენაში. იმპრესიონისტული რწმენა ჩემთვის რწმენა არ არის. ეგზალტირებული რწმენა ჩემთვის რწმენა არის. რწმენით რო დადიხარ, საცხოვრებაში უნდა გეტყობოდეს ეგა. ყველაფერში უნდა გეტყობოდეს, იცი, ურთიერთობაში, ლოგიკაში, აზროვნებაში, ქმედებაში, პრაქტიკაში, მეგობართან ურთიერთობაში, შვილთან, მეუღლესთან, ყველაფერი. ისე რა თქმა უნდა, ახლა ენი რწმენა ხო, რაღაცა რიტუალები და იმის შესრულება, ამის შესრულება. არ მინდა ეგეთი წესები და საზეპიროები, ქრისტიანობა წესები და საზეპირო არ არის. ქრისტიანობა არის გულის მობრუნება. გონების შეცვლა, ამეგეთ, ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ქრისტესთან ურთიერთობა, არის ადამიანის აღორძინება, აღდგომა, აღსდგა რაც მოკვდა. რა მოკვდა სამოთხის ბაღში? სული. ქრისტემ თქვა, შესაძლებელია აღდგომა და თვითონ გითხრა, აი მე აღსდგე. აი აქაც შესაძლებელია აღდგომა, თუ აქ არ აღსდგა კაცი სულიერად, ხორციელი აღდგომით ის სულმკვდარი წავა ჯოჯოხეთში. ხორციელი აღდგომას რა აზრი აქვს? სული თუ მკვდარია. ახლა წარმოიდგინეთ, აღსდგა სხეული და სული მკვდარია. გექნება ღმერთთან ურთიერთობა არა? თორე ღმერთთან კავშირი მხოლოდ სულის მეშვეობით არის. ამიტომ აი აქ ამ დედამიწაზე ხდება ქრისტესთან შეხვედრის და სულიერი აღორძინება. და ეს თუ არ განიცადა ადამიანმა, სანთლის ჭერით ახლა რა ვიცი ესე გაიოლება, არ მიმაჩნია სწორად ხო? რა ვიცი ეს რა კავშირი აქვს ამას სულის აღორძინებასთან ხა? სანთლებით რო სულის აღორძინება შეიძლებაოდეს. ქრისტეს არ უთქვია სანთელანთებულით აღორძინდებით. ნიკოდიმოსი რო საუბრობს, არც სანთლებზეა ლაპარაკი იქა. არც ხატებთან ლოცვაზე. იქ არის ძალიან თეოლოგიური საუბარი, ხომ? იოანე მახარებლის მესამე თავი გადმოგცემს
ქრისტეს საუბარს ნიკოდიმოსთან. ეს უნდა დავიმახსოვროთ, ქრისტე ლაპარაკობს მათ იესო რომ. ხო და რატო არ უსმენ იმას რას ეუბნება ნიკოდიმოს? ესე იგი ჩვენ გვეუბნება მაგას, ხო? აქ უკვე პირდაპირ ჩვენ ველაპარაკება ეგა. კონკრეტულად ხო ნიკოდიმოს ელაპარაკება, ეს საუბარი ჩვენც გვეკუთვნის. იმიტომ რომ ნიკოდიმოსი ვით ღამე მივდივართ ჩვენ, გვეშინია საზოგადოების, ჩვენ ჩუმად, ესე იგი სიმბოლურად ნიკოდიმოსი ყველასგან ძალიან ჩუმად მიდის რომ არ დაინახონ. დღეს მორწმუნეს ეშინია, იცი იყო პერიოდი ეშინოდა, ვაიმე ვარწმენა რაღაცა, ეგ სექტანტი არ დამიძახონ რა. და ღამე ისე მიდის და ელაპარაკება და აი ეგ მაგარი რაღაცაა ეგა. ასე რომ ჩვენ გევართ ნიკოდიმოსის მაგ ამბავში. გწვენია განმაცხადა მთელი რიგი რაღაცეები და ინტიმური ურთიერთობა ღამერთან ყოველ ამას გულისხმობს და ელაპარაკოთ ამას. ხვდებით, გრძნობთ, გჯერათ, მაშინ რაც ეუნება მაღლიდან შობაზე. შენ როგორ არიცი ესო? ესე ეთქვის, როგორ შენ არიცი ამდენი ხანია თუ კითხულობ დადიხარ. არიცი ეს როგორ ხდება? თეოლოგი კაცი იყო ის ხომ, ფარისეველი, ნიკოდიმოსი. ეს ერთ ძვირფასი ადგილი დაგვიტოვა სულიწმინდამ ჩვენ. ამიტომ ვსწავლობთ ჩვენ მაგ იმას და ჩვენ ახლა მე-19 თავებს მივადექით ბიბლიისა და საინტერესოა ჩვენ რომ დავამთავრეთ შესაქმეს ეს ერთ-ერთი საინტერესო წიგნია და მე ხომ გითხარით ამ წიგნის კარგად გააზრება, გაშინაგანება ნიშნავს ერთგვარად უკვე უფრო ადვილად ვიმოგზაუროთ იმ წიაღსულებში, ისტორიულ წიაღსულებში, სულიერ წიაღსულებში. ახალ აღთქმაში რო შემოვდეთ უკვე ნაკლებად არის მათ ისტორიული წიაღსულები, უფრო სულიერებაზე, ახალი აღთქმას რომ მასია დაწერილი, რა უცნაურია, ესეც სიმბოლოსი ვიტყოდ, აქ ის არის ექსკურსია ხორცთან და იქ კიდე სულთან აღორძინებულთან, ახალ აღთქმაში უკვე აღორძინება სულისა, გაცოცხლებული ადამიანები, მოციქულები სულით ყველა აღდგა, ქრისტე რო აღდგა და ყველა სულით გაცოცხლდა. და წარმოიდგინეთ, ენებზე ალაპარაკდა ხალხი, თავის ყველას ეს თავის ენაზე სხვადასხვა იმიდან რომ დაბრუნდნენ ებრაელები და არავის არ ესმოდა ისენა, ყველამ ქადაგების დროს თავთავის საკუთარ ენაზე ესმოდათ ქადაგება. ეს იყო მატერიალური ენები, ძალიან ისეთი კარგი ის არის მანდ ეს სასწაული, გამიგეთ. ასე რომ ძველი და ახალი აღთქმას მე კონტექსტში ერთთლიანობაში რომ განვიხილოთ, მივხვდები, დავალაგებთ, ჩვენ თვითონაც უნდა დავალაგოთ ეგა და ერთ სიამოვნება არის ეს, როცა ამას კარგად გაიაზრებთ. მე დაუბრუნდებით ამ დედამიწაზე ცხოვრების წესებს, ჯანმრთელობას, რა არის, როგორ არის, ნებისმიერ დროს შეიძლება თქვათ წავიქცეთ, ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცა მოგვივიდეს, როგორ გამოვიყენებთ ამ ცხოვრებას. სიკვდილი არ არის დამოკიდებული ახალგაზრდაზე, ძველ გაზრდაზე და იმაზე. ეს ამაზე არ არის და სიკვდილი დამოკიდებულია ცოდვაზე. ცოდვისა გამო კვდება ყველა. იბადება ბავშვი და ეგრევე სამშობიაროში ბევრი დარჩენილა. ზოგი 1 წლის თავზე, ზოგი 2 წლის თავზე. ნებისმიერი არა აზრი ამას ჩამოთვლას, თქვენი ცდილობთ ნებისმიერი ასაკის ადამიანი კვდება. მაგრამ ცხოვრებისეული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უფრო მეტად ახალგაზრდები რჩებიან და შემოვიდა ესეთი ილუზია, თითქოს ესენი იცით რა, უნდა მოგდეს ძველგაზრდა. არ არის ეს ესე. აი ამ ფილმიდან ესე იგი, როგორც ბიბლია გვეუბნება, აუცილებლად მოგდება ადამიანი და არავის არ აქვს ვადამიცემული. ასევე გვეუბნება ჩვენს ბიბლია. ნებისმიერ დროს შეიძლება გაგიხმოს უფალმა და მზათა ხარ და არ გადადო ეგ საკითხი. ცდების და ცდების წამისად ვინ არ მაილი სიკვდილს არ უსთაველი ძახს. ნახეთ რუსთაველისაც აღებოლა მართლა ცდება ის ადამიანი, ვინც სიკვდილს წამისად არ მოელის, ეს თუნდაც ვაშკაცი იყოს, რკინა ჯამრთელი იყოს ადამიანი, ჯამრთელი ადამიანი შეიძლება ქვაჩა დაეცეს, გავიდეს მანქანა დაეჯახოს. ასე რომ memento mori ლათინური ესეც სწორია, გვახსოვდეს სიკვდილი. ამიტომ როცა კაცს ესეთი შეგნება აქვს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გავიდეს, სხვანაირად ცხოვრობს ის. სხვანაირად უყურებს სიცოცხლეს, სხვანაირად უყურებს მზეს, ჰავას. მოკლედ ის უკვე ტკბება წამითაც კი. და თუ ამას ჩვენ დაუკვირდებით, რა ლამაზი რაღაცა, უკვე ცხოვრება უკვე აღარ არის ფოთით სავსე, აი აღარ გენანება რა და აღარ იხედები უკან ლოტის ცოლისავით. ხო, კარგი სიმბოლოა მანდ ეს ისტორიული არეალიც არის და ამავე დროს არის კარგი გაკვეთილი მანდ, ხომ? აი რა მაიძულა ლოტის ცოლი მობრუნებულიყო. ნუ ჩვენ ახლა გავჩერდები მე და დაუბრუნდებით თემას ლოტის მე-18-მე-19-ცა, სადაც აღწერილი ახლა სტუმრები მე-18 თავში აბრაამს ესტუმრებიან ანგელოზები, ერთ-ერთს უწოდებს უფალს, ეს მთელი რიგი მოსაზრებებით თეოლოგების არის გარდასახული იესო ქრისტე ღმერთი მოკლედ და აბრაამის სტუმარმასპინძლობა აღწერილი მანდ, მამრეს მუხნარი, იცით რომ მუხა ძვირფასი ხიარი და ძალიან სიმბოლური, მუხა სიძლიერის სიმბოლური ხელოვნებაში და ერთ-ერთი საინტერესო ხიარის ეს. აბრაამის ის არის ეგ ათესილიო, გადმოგცემენ სხვადასხვა წყაროები და ამ მუხნარში ეწოდება მაგას მამრეს მუხნარი, სადაც უწევს ცხოვრება აბრაამს, ეს ქანაანის ის არის და აი აქ ესტუმრება მას ანგელოზები, რომლებიც ჩაფიქრებული აქვთ, მე ვგებულობთ, გზად გამოიარეს აბრაამთან, სოდომ გომორის
დასაქცევად და დასანგრევად იქემედიან და ამ ამბავსაც აუწყებენ და იმართება აქ დიალოგი აბრაამსა და ანგელოზებს შორის და მეტად საინტერესო სტუმართმოყვარეობა არის აქ ამის გამჟღავლებული. თან არც ისის ბოლომდე დარწმუნებული არ არის ვინ სტუმრობს. აღმოსავლური ტრადიციაც არის აქ შენარჩუნებული. იმდენად ისტორიული და იმდენად ძალიან რეალური სურათი, რომ ეჭვიც არ უნდა შეიტანოს კაცმა, რომ ეს ცით რა არის, ან მოგონილია, ან ფანტასტიკური და ან ესეთი არის. არა, ეს არის ძალიან ცხადი სურათი, ისტორიული, იმჟამინდელი კულტურული ისიც ყოფისამად, სტუმარმასპინძლობიც მანდ როგორ არის, როგორი სტუმარმასპინძლობა არის, ერთ შემთხვევაში აბრაამი როგორ უწევს ამას სტუმართმასპინძლობას, მე როგორ სტუმარმასპინძლობას უწევს ლოტი, როცა იგივე სამი მიდის უკვე სოდომ გომორში და სტუმარმასპინძლობის ჩვენ ერთი პოემაც ვიცით, ვაჟა-ფშაველა სტუმარმასპინძელიც, ხომ? შეიძლება აქ პარალელებზე რაღაცები მე მოგვაწოდოს ღმერთმა და რაღაცები ვთქვათ. ეხლა მოდი ერთი მე-18 თავი წავიკითხოთ და აბა მე ვეცადოთ უფრო პროზაულადაც დავალაგოთ ის რაც მოკლედ არის გადმოცემული. აბა გთხოვთ წამიკითხოთ მე-18 თავი. თავი მე-18. გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვისკართან იჯდა დღის პაპანაკებაში. თვალი ახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო. დაინახა და გაიქცა კარვისკარიდან, მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა. უთხრა, ბატონო, თუ რა მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აული შენი მორჩილის გარს. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანე. მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში. ყურს გამოგიტანთ, დაანაყრდით, მერე კი წავით თქვენს გზაზე, რა კი თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს, გააკეთე, რასაც ამბობ. გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა, აბა საჩქაროთ სამი სია გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააწყვე. მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი. გამოიყვანა ჩვილი და საღიხბო და მსახურბიც მისცა. მანაც სასტრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო. ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო. უთხრეს, სად არის სარა შენი ცოლი? უთხრა, აქ არის კარავში, თქვა ერთმა. კიდევ მოვალ შენთან გაისამ დროს და ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა, ყველაფერი ესმოდა. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი. დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. გაეცინა გულში სარას, რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია. უთხრა უფალმა აბრაამს, რა იყო რომ გაეცინა სარას და თქვა, ნუ თუ მართლა ვშობ სიბერეშიო? რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს გაისამ დროს, ისევ მოვალ შენთან და ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას. გადათქვა სარამ, არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა, არა, გაიცინე. ადგნენ იქედან ეს კაცები და სოდომისკენ გაემართნენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად. თქვა უფალმა, როგორ დავუმალო აბრაამს ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ? აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა. ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე, კურთხეული იქნება მისით. რადგან ვიცი რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალისაჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე. თქვა უფალმა, გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ. საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე. მიეახლა აბრაამი და უთხრა, თუ მართალკაც ბოროტეულთან ერთად დაღუპავ? იქნება აღმოჩნდეს 50 მართალი მაგ ქალაქში. თუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს 50 მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან? არეგები შენგან ეს საქმე რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არეგების, არ იქნება რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს. უთხრა უფალმა, თუ პოვე სოდომ ქალაქში 50 მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის. მიუგო აბრაამა და უთხრა, აჰა გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე მტვერმა და ნაცარმა. 50-ს რომ 5 დააკლდეს, თუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა, არ დაუღუპავ, თუ უპოვე იქ 45. განაგრძო ლაპარაკი აბრაამა და უთხრა, 40 რომ აღმოჩნდეს? უთხრა, არ ჩავიდენ ამას იმ 40-ის გულისათვის. თქვა აბრაამა, ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი, 30 რომ აღმოჩნდეს? უთხრა,
არ გავაკეთებ ამას, თუ პოვე 30, თქვა აბრაამმა. აჰა გავბედე უფალთან ლაპარაკი. 20 რომ აღმოჩნდეს, უთხრა. არ დავღუპავ იმ 20-ის გულისათვის. უთხრა აბრაამმა. ნუ გამეწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი. 10 რომ აღმოჩნდეს, უთხრა. არ დავღუპავ იმ 10-ის გულისათვის. წავიდა უფალი როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას. აი მოკლე თავი არის შედარებით და ძალიან დატვირთულია ინფორმაციით. ესე იგი აბრაამი არის მუხნარში, თავის კარავის წინ ზის, როდესაც ეს სამი ანგელოზი, ხორჩესხმული ანგელოზები, ადამიანის სახით რა თქმა უნდა, აქ თეოფანიასთან აქვს საქმე, ესტუმრენ აბრაამს. ახლა ჩვენ ვიცით რომ აბრაალი არის რწმენის კაცი და მთელი მის მანძილზე მე-12 თავიდან აღებული 25-ის ჩათვლით უნდა მივაქციოთ ყურადღება აბრაამის რწმენა სად ღალატობს, სად მერყეობს და სად დგას აბრაამის რწმენა უფრო სტაბილური სად არის. და შესაბამისად აბრაამის რწმენა რო შევამოწმოთ, მასთან მოვლენები როგორ კავშირში არის, უნდა წავიკითხოთ. აქ ესეთი კითხვა შეიძლება დაიბადოს. რატომ მანდამაინც ადამიანის ფორმით გამოიცხადა ანგელოზები, რომელიც ვერ შეიმეცნებ ახლა სტუმრად, ახლა როცა გაგაფრთხილებენ და გეტყვიან პრეზიდენტი მოდის, სხვანაირად დახვდები. აბრაამის რწმენა აქ მოწმდება. მიაქციეთ ყურადღება, უცნაურია როგორ მიხვდა აბრაამი, ამათ არ უთქვიათ ვინა ვართ, რა ვართ, ანგელოზები ვართ, ღმერთმა გამოგვაგზავნა. მით უმეტეს ამ ინფორმაციისათვის ღმერთი სხვადასხვა თეოფანიას მიმართავს და ხმით ან სიზმარში ან ისე სხვანაირად ეცხადება აბრაამს და დაუძახებს ახმით. ახლა კი უშუალოდ განსხეულებული ადამიანები წარმოიდგინეთ თქვენ სახლში გესტუმრათ ადამიანები. არ შეგეპარებათ ეჭვი, იტყვით რომ ანგელოზები არიან? აქ ლაპარაკი არის სწორედ აი ნახეთ განსხეულებული ანგელოზები და ამ ანგელოზებში ერთ-ერთი არის უფალი, იმიტომ რომ აბრაამი უფალს უწოდებს. როგორ მიხვდა აბრაამი ამას? პირველ ეტაპზე აქ ჩანს აბრაამის სტუმართ მოყვარეობა, იმჟამინდელი წესის თანახმად, მე აი ფეხის დაბანა, ახლა შეიძლება უცხო იყოს დღევანდელი იმიდან, ეს ახლა უძდებლობა თითულება თელერიგმაში ჩვენ სახში რო შევდივართ, ქუდს ვიხდით ხომ? პირველი რაც არის ქუდს იხდის ადამიანი და ფეხზე ისე რა, თუმცა უფრო თავისუფლად რო იგზნოს კაცმა შინაურად, შეიძლება ფეხზე გაიხადოს, მაგრამ აღმოსავლურ იმაში ესეთი ფეხსაცმელებით არავინ არ დადიოდა დღეს რო დავდივართ. იყო რაღაცნაირი ერთგვარად ფეხში შველი ამოკრული რაღაცა სანდალის მაგვარი და ბინძურდებოდა მტვერში ფეხი და დიდი პატივი იყო, ეს იყო ძალიან ფამილიარული იმის დადასტურება და გულღიობისა ფეხის დაბანა. აი ახალ აღთქმაში წყვდება ჩვენ ეს და ეს რიტუალი არ არის. ცით რომ მოწაფებს ფეხსაცბანს იესო ქრისტე და ეს ჩვეულებრივი ამბავია, რიტუალი კი არ არის, ეს არის პატივისცემის, სიყვარულის, დამდაბლების გამოხატულება სტუმრის მიმართ. აი ეს აბრაამში კარგად არის. სუფრა ახლა ისეთი არ არის, თქვათ ნუგბარ-ნუგბარი. რაც იყო იმჟამინდელი იმას აკეთებს სახელდახელოდ და აბრაამის აი ერთგვარი სიყვარული სტუმრის მიღებისა სახეზე ჩანს. აქ დიალოგიც იმართება ისეთი სარა არ არის, რა იციან რომ სარაა? არ უთქვია აბრაამს რომ მე ჩემი ცოლს ქვია სარა. ნახეთ, რწმენის კაცი როა აბრაამი, გზადაგზა როგორ ხდება უკვე პირველი უფალს უწოდებს. იესო, ვიცით უფალია ჩვენი. შემდეგ დიალოგი რო იმართება და ერთი წლის თავზე რო გამოვილიან სარას და სარა კარვის უკან არის წარმოიდგინოთ სურათი, სახლი კი არ არის, სადაც კარებია დაკეტილი, ეს არის კარავი, კარავს კარები ისეთი არ აქვს და რაღაც ცოტა წიროზის ამ მუხნარში და ნებივროს, მაშინ მოდიან ეს სტუმრები, რომლებიც თურმე გამოიარეს აქ თან ამ ისათვის ამ აბრაამთან დადებული აღთქმის შედეგად როგორ სიყვარულს იჩენს ღმერთი კარგად ჩანს ეს, იცით ალბათ რომ ღმერთი თავის აღთქმას არ ღალატობს და ბუნებრივად ტრიალებს მუდამ აბრაამის იმაში. და შესაბამისად აბრაამი როგორც წინასახე, მორწმუნის წინასახე, ჩვენ რომელიც ვთვლით თავს მორწმუნეთ, უკვე ჩვენ აქედან ეს გაკვეთილიც უნდა ავიღოთ. კონკრეტულ სიტუაციას ძალიან ისტორიული სურათი არის აღწერი, რომელიც ნამდვილად ხდება, მე გთხოვთ აი ამ კუთხით ესე შევხედოთ, ეს იწერება, მოსე უკვე ამას ისრაელს რომ მიუძღვება წინ, ამას აცნობს და ეს დიდი იმედის ჩამსახავია ისრაელიერისთვის, რომ უკვე იქ ქანაანში შედიან და რა ელოდებათ არავინ არ იცის. წარმოიდგინეთ რა ვითარებაშია ეს, ვისთვის იწერება ეს და როგორი ისეთი აღმაფრენით კითხულობდა ხალხი ამას და ეცნობოდა. შესაბამისად 21 საუკუნეში ჩვენ რომ ამას ვკითხულობთ, ვიღაცას არ ეაგონოს ეს ან მოძველდა და რაში გვჭირდება. ჩვენ მანდიდან ვიღებთ რწმენის საკით, ჩვენ როგორც აბრაამი, ღმერთის რწმენა რო შემოვიდა ჩვენთან აღთქმადადებული ახალი აღთქმის ქრისტეს მეშვეობით, აი ახლა ამ აღთქმას როგორ ხდება ამის შესრულება, რა სიტყვის ჩვენგან მუდმივი კონტროლის ქვეშ ვყევართ ღმერთს და ჩვენც უნდა ვიყოთ მასთან ასე
დამოკიდებულებაში. ძალიან პროზაული არის ეს დიალოგიც. დააკვირდეთ ეს დიალოგი გაიმართა ესე რომ შეიტყო აბრაამმა ჯერ მამას წინ მოძდებს ის რომ წინასწარმეტყველება სარაზე მოხუცებული აბრაამი 99 წლის არის, ერთ წლის თავზე უკვე დაპირდა ესე იგი უნდა ვივარაუდოთ 99 წლის არის ერთი და 99 წლის არის სარა 10 წლით უფროსია. დედათა წესი დაახშულდა ყველა პარამეტრებით, სამედიცინო პარამეტრებით, იცის ქალმა გამოცდილებით რომ ეს რა გაეცინა, გულში ჩაეცინა. ნახე გულში გაცინება მათ გაიგეს ეს ჩვეულებრივ ადამიანს ეს არ შეუძლია გაეცინა მას და აქ ბიბლია არ მიგვითითებს იმაზე რით იყო გამოწვეული სიცილი თუ თავიდან ბოლომდე კარგად არ გავიაზრებთ კონტექსტში ამ ეპიზოდს უნდა ვივარაუდოთ რომ გაეცინა მას ურწმუნოებისას გამო შეიძლება ყოფილიყო სარას სიცილი სიცილი გამოწვეულია ორი რამით, აი როცა არ გჯერა არაფერს, მაშინაც ციცინის ადამიანი. როცა ჯერა და უხარია, მაშინაც ციცინი. თუ ხართ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკვირვებული, თქვენი გამოცდილებაც დაუხვედრეთ ამას და რომ გახსნათ კონტექსტი. ბუნებრივი აქ სარაც მეც ვიზიარებ იმას, რომ იმდენად სახუმაროთ მიიღო ეს თუ არასწორად თუ გაეცინა. ალბათ გახსოვთ მე ბები ელიკო და ილარიონში წერის რო კითხულობს ხალი, როგორ იცინის აღწერაზე თავის როგორია თითქოს ამას წერს ის ზურიკელა წელის. ბუნებრივია ზურიკელა რომ თავის შეყვარებულს წერს წერილს, ეს წერილი ჩაუვარდება ამ ილიკოს, ილარიონს ბებებს და კითხულობენ ამას და იგი იცინის ის ბებია. სად მაქვს მე ესეთი თვალები, სად მაქვს მე ესეთი და იცინის. ასაკი ის სარაც მოხუცი ქალი ესე იგი, ხომ? თუ მიუხედავად იმისა, ჩვენი გაგებით მოხუცი არა. იმ ეპოქით, იმიტომ რომ ეს ქალი აღიქმება როგორც სილამაზის განსახიერებაც და იცით რომ ერთ ეგვიპტეში მას არამხანაში მიუჩენეს ადგილი მე-20 თავში იცით აბიმელეხი აპირებს ამასთან ურთიერთობას. ესე იგი იმ გაგებით არ არის მოხუცი ჩვენ რო გაგება გვაქვს. ეს არის იმ ეპოქიდან აღებული. ესე იგი იმ წესებიდან აღებული სარა მიცის და თავი ჩარიცხა იმ კატეგორიაში რომ რაღაც დრო ჩემი შვილია დედათა წესი უკვე არ აქვს, დახშობილია საშო და ჩაეცინა. ურწმუნოებით იყო გამოწვეული ეს და იმიტომ დაერქვა მე ისაკს ღმერთმა რო უთხრა დაარქმევ თავის შვილს ისაკი სიცილი და მუდმივად გემახსოვრება რომ შენ ხო გაგეცინა მაგარი სახი არის ეს. ნუ აბრაამი რა თქმა უნდა გააცილებს ამ ანგელოზებს და სანამ გააცილებს გამოვლენ აი კარავს გამოცდებიან მანამდე იმართება უცნაური რაღაცა ვაჭრობა თითქოს ვაჭრობის ის რომ სოდომ გომორის დაღუპვა გულზე მოხდა აბრაამს მარტივი მიზეზით ჯერ ერთი იქ თავის ძმისშვილია მერე ამ ქალაქის ყველა მაცხოვრებელი ამან გადაარჩინა ღმერთის დახმარებით რა თქმა უნდა და უკან დააბრუნდნენ ისინი სულ ყველა ხო აი ცნობილი მე-14 თავი რო წავიკითხეთ ჩვენის ომი რო იყო აღწერილი და ბუნებრივი აბრაამს უყვარს თავისი ძმისშვილი და ფიქრობს მუდამ მასზე ეს ხორწმენის კაცია და ბევრი რამე აკავშირებს ძმისშვილთან აბა ხომ არ წამოვიდოდნენ ასე ერთად და შესტკივა მასზე გულით და ძალადობასაც არ აქვს ადგილი ლოტს რაც შეეხება ლოტის სხვანაირი პიროვნება ამ ხრივ იცით დაშორდა რა ერთხელ ბიძამის და მეორედ გადაარჩინა მას საერთოდ არ გახსენებია მას ლოტი საერთოდ არ ჩანს როგორც ფსიქოლოგიური პიროვნება ამ იმაში ჩვენ ლოტს ვეცნობით აბრაამის პორტრეტიდან მოცემული და ფსიქოლოგიიდან ესე იგი სოდომ გომორი უკვე ჩამოწერა ღმერთმა ხმა მოესმა მას ღაღადისი იქიდან და იმდენად აღვირახსნილი ცხოვრება იქ ესე თქვენ არ გიგონოთ მარტო სოდომ გომორი დაიღუპა მხოლოდ და მხოლოდ ესეთი გაუყურმართებული სექსუალური ცხოვრებისათვის ჰომოსექსუალიზმისათვის და ლესბოსელების არა ეზეკიელი გადმოგცემს წინასწარმეტყველები რომ ეს სოდომ გომორიში ხალხი გაამაყდა და იმდენად ბოროტები გახდნენ იმდენად ყველანაირი ურჯულებას ჰქონდა ადგილი იქ და შესაბამისად რა თქმა უნდა ჰომოსექსუალიზმიც გრიალებდა მაგრამ მარტო ის გამომაცხადოთ რომ ეს ჰომოსექსუალიზმის გამო დაიღუპა ეს არ იქნება სწორი ეს დამახინჯება იქნება არასრულად იქნება წარმოქმნილი ღვთის სიტყვა და ჩვენ ეს შეცნობა უნდა დაუშვათ მან ყველანაირი აღვირახსნილობას ჰქონდა ადგილი პირველ რიგში სიამაყეს მერე გაბოროტებულები იყვნენ ერთმანეთზე და პატარა ფრაგმენტს მერე ჩვენ ვხედავთ აი შემდგომ თავში პატარა ფრაგმენტს ამiem მთლიანად არ არის აღწერილი მოსახლეობისა მაგრამ იმ პატარა ფრაგმენტს როცა მივადგებით ვნახავთ ესე იგი აბრაამს რო ეს აწუხებს უყურეთ რას აკეთებს იწყებს 50 კაცი ნუ თუ იმ ქვეყანაში იმ ქალაქში ლაპარაკი არის სოდომ გომორზე თუ იღუპება თუ 50 კაცი იქნება მართალი შეიძლება რომ მართალი და ბოროტი ერთად და მაინც უნდა განადგურდეთ ეს ქალაქი ღმერთი ეუბნება ესეთ დიალოგში შედის აბრაამი და ეუბნება არა 50 რო იყოს არ დავუყავო ახლა გაბედავს კიდე აბრაამი და ნახეთ რას აკეთებს 45 რო იყოსო არც მაშინო ესე ჩამოდის ვიდრე 10-მდე 10-იც რო იყოს არ დავუყავთ აქ აბრაამი გაჩერდა უცნაურია რატომ არ ჩამოვიდა 8-ზე 9-ზე 1-ზე აბრაამს აი აქ ამ წუთში დარწმუნებული არ იყო რომ ლოტი მართალია ხო აი ერთი კაც უკვე ეჭვი შეეპარა ვაიდა არავინ არ არის მართალი და ამის ეშინია 10-ზე გაჩერდა და ეხლა
არ არის აღწერილი აბრაამის მდგომარეობა მაგ დროს ახლა ადამიანი ეგ და რაღაცას განიცდის ადამიანი ჩვენი გამოცდილებითაც შეგვიძლია გავყვეთ ამ სურათს. შეჩერდა რა აქ ეს გააცილა ანგელოზები და აბრაამი უყურებს სოდომსა და გომორს. იქ არ მიდის ეს უყურებს რა მოხდება მან არაფერი არ იცის. ერთი იცის რომ აი 10 მართალი რომ იყოს ქალაქი მაინც გადარჩება და უცნაურია თუ ერთზე დაიყვანდა აბრაამი ის ერთი გამოიყვანდა ღმერთი ხო იმი და რასაც ხედავთ მერე მართლაც ერთი ის მართალი ლოტი უცნაურია რომ არ ეთქვა ახალ აღთქმაში პეტრეს წერილის მეორე თავში ვკითხულობთ რომ მართალი ლოტი იტანჯებოდა ამ ქალაქშიო ისე ჩვენ ვერ და ამ კონტექსტიდან არაფრით არ მივიღებთ რომ ლოტი მართალი კაცად ჩაითვალოს ჩვენთვის ეს უცნაურია სულიწმიდა რატომ თვლის ამას და ჩვენი ავტორიტეტი ჩვენთვის არის ქრისტიანისთვის სულიწმიდა როგორ ჩათვალა რისი საშუალებით და რა იმებით ჩვენ არ ვიცით ლოტი რატომ არის მართალი კაცი ესე იგი გამართლებული რა პრავედნიკი ხომ პრავედნას ნიშნავს ქრისტიანულ გაივით გამართლებული კაცია მართალია და შესაბამისად გადარჩენილი სპასიონიონ ჩილევეკ ლოტი რა გადარჩა ის კაცი უცნაურია რომ არ იყოს ახალ აღთქმაში ეს ადგილი მე დამიჯერეთ მე ესე გავიგებდი მაგრამ როცა ახალ აღთქმასთან მივედით ჩვენ ხელახლა დაუბრუნდით და ნახეთ რაც ადრე მქონდა მე გაგება იმისა რომ ეს გადარჩენილი არ არის ლოტი შემეცვალა წარმოდგენა სულიწმიდა მეს გააკეთა და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით რისი რა დამსახურებით ღმერთის სიყვარული მეგობრებო ჯერ ერთი აბრაამს უყვარდა აბრაამის სიყვარულით მერე ლოტი ასე თუ ისე არ იზიარებდა ამ იმას რაც იმ ქალაქში ხდებოდა და რატომ იყო მიჯაჭვული ამ ქალაქს ეს ჩანს იქ მერე შემდეგ თავში რომ ეთყობა მდიდარი იყო ეს კაცი ჯერ სიმდიდრის გამო დაშორდა თავის ბიძას გადავიდა უფრო უკეთეს ადგილზე სადაც უფრო მდიდარი იყო ქალაქი და სარწყავი და საძოვრები მეტი იყო მოკლედ თვალმა მან სიხარბე შემოუტანა მაგ იმაში და ლოტი მაგიტომ გაიქცა მაგრამ ბოლომდე არ იზიარებდა იქ რაც ხდებოდა სოდომ გომორში და ამიტომ მართალკაცად არის მოხსენებული ახალ აღთქმაში და პეტრე დაამატებს როგორ იტანჯებოდა ისო და ხვდებით მე უყურებთ ჩვენ რომ დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით ლოტი არ გამოდის იმიდან ფაქტურად აი ძალადობასაც აქვს ადგილი თითქოს რა რომ აიძულებს ღმერთი ანგელოზები რომ გამოაგდონ იმ ქალაქიდან ეს რასაც შემდეგ თავში ვგებულობთ წავიკითხოთ მე-19-ს თავი მე-19 მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი დაინახა ისინი ლოტმა წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად აყვანისცა უთხრა აქეთ მობრძანდით ჩემო ბატონებო შემოუხვეთ თქვენი მორჩილის სახლში ფეხს დაიბანთ ღამეს გაათებთ დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ უთხრეს არა ქუჩაში გავათებთ ღამეს არ მოიშვა ლოტი და მათაც შეუხვეს მის სახლში გამზადა სასმელი ლოტმა და უცხო ხმიადები და ჭამეს ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი სოდომელი კაცები ჭაბუკი თუ მოხუცი მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან დაუძახეს ლოტს და უთხრეს სად არიან ის კაცები წუხელ რომ გესტუმრნენ გამოიყვანე ჩვენთან უნდა შევიცნოთ გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი უთხრა ნუ იზამთ ბოროტებას ძმებო აჰა ორი ქალიშვილი მყავს რომელთაც მამაკაცი არ იციან მათ გამოგიყვანთ და უყავით რაც გენებოდ ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი უთხრეს მოშორდი აქედან კვლავ უთხრეს მარტო ხელა კაცი დგმურად მოსულ ხარ აქ და უკვე სამართალსში ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ არ მოეშნენ ამ კაცს ლოტს და მიეჭრნენ კარის შესამტვრევად გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა შინ შეეყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი იმ კაცებს კი სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ ციფრმავე მოჰგვარეს დიდიან პატარიანა და მათ ქანცი გაუწყლათ შესასვლელის ძებნაში უთხრეს იმ კაცებმა ლოტს კიდევ ვინა ყავს აქ სიძე ვაჟები და ქალიშვილები ყველა ვინც კი შენიანია ამ ქალაქში გაიყვანი ამ ადგილიდან რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი რაგი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა ადეთით და გადით ამ ადგილიდან რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი სასიძოებს ეგონად ხუმრობს ლოტი განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს ადექი მოკიდე ხელი შენს ცოლს და ორასულს აქ რომ არიან რათა შენც არ დაიღუპო ამ ქალაქის უკეთურების გამო ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმაც რადგან უფალმა დაინდო ლოტი
ხელი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის ორ ასულს, გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს. როცა ყველანი გარს გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდი ამ მხარეში, თა შეეფარე თორემ დაიღუპები. უთხრა ლოტმა: არა უფალო, აჰა მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში. დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ თას ვერ შევეფარები, ვაი თუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო. აგერ ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად. პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები. უთხრა: კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც. არ დავამხობ ამ ქალაქს შენ რომ ახსენე. აბა იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად ცოღარი. მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს. აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოღვირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე. ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი. უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად. წავიდა აბრაამი დილა ადრიანად იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე. გახედა სოდომსა და გომორს და აჰა ხედავს, ყვამლიალთის მიწას, როგორც საკირედან ავარდნილი ბოლი. როცა ამხობდა ღმერთი იმ ხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი. აიყარა ლოტი ცოღარიდან და თაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადგან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად. უთხრა უფროსმა უმცროს: მოხუცია მამა ჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესი და რიგია. მოდი დავალევინოთ ღვინო მამა ჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღუდგინოთ მამა ჩვენს. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით. მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროს: აჰა ვიწექი წუხელ მამა ჩემთან. შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღუდგინოთ მამა ჩვენს. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას. ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან. შვადზე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე. უმცროსმაც შვადზე და უწოდა სახელად ბენყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე. ესე იგი, ნახეთ როგორი საინტერესო არის ეს თავიც, სადაც ვგებულობთ უკვე ანგელოზების, განკაცებული ანგელოზების სვლას ამ სოდომსა და გომორში, უკვე ამჯერად მასპინძლობას უწევს ლოტი. პირველ ორ მუხლში ვგებულობთ რას, რომ ლოტი ზის კარებთან, ესე იგი ქალაქის კარებთან. ქალაქის კარებთან ყოველთვის იჯდნენ მოსამართლეები. და იმჟამიდელი წესის თანახმად მე ამას გზადაგზა მე გაიგებთ ბიბლიის სხვა ადგილებიდან, რომ ეს მაღალი თანამდებობა იყო, არც თუ ისე დაბალი ის ყოფილა ლოტის ცხოვრებაში და ეთყობა საკმაოდ მდიდარი კაციც იქნებოდა ლოტი. აი რატომ იყო კიდე მიბული ამ ქვეყანას და ამ ქალაქს. მდგომარეც იყო ამ ქვეყანაში და უცნაურია როგორ მიაღწია ლოტმა ამ თანამდებობას, რომ კარებთან იჯდა. ესე იგი, მიდიოდა ხალხი რაღაც განსაჯელად და ეს იყო დღევანდელი ტერმინით რო თქვა მოსამართლე. ლოტი იღებს სტუმრებს სახლში და რო გაიგებენ მაცხოვრებლები, მიცვლიდებიან ახალ შემოსული იმაზე და კარებს უმტრევენ ლოტს, ხომ? ეთყობა ლამაზი ჭაბუკების სახით იყვნენ ეს ანგელოზები, ალბათ ეს ცდილობენ კარების შენგრევას, რასაც წინააღმდეგება ლოტი და ეხვეწება რომ არ გააკეთოთ ეს სამარცხვინო საქციელი, ეს ჩემი სტუმრებია და სტუმარ მასპინძლურ წესებში ზის ლოტიც, ხომ? მათ რაიციან ვინ არიან ესენი, ისევე როგორც ლოტი მას არ იცის ეს ვინ არის და როგორ არის. ჩვეულებრივი ადამიანის ფორმით არის ხალხი და არგენა შეიმეცნო ამ ადამიანში ვთქვათ ანგელოზი იქნება თუ როგორც ქრისტე ვერ შეიმეცნეს სხვათა შორის და არც უნდა იყოს ეს ვთქვათ თქვენთვის მიუღებელი გაუგებარი რამე თუ იესო ქრისტე განსხეულდა მერე იცით მოვიდა და განსხეულებული იესო ქრისტე ბევრმა ვერ შეიცნო ვითარცა ღმერთი. მიუხედავად იმისა, სასწაულებს ახდენდა იესო. და აი აქაც არც მიკვირს მე რომ ეს განსხეულებული ჩვეულებრივი ადამიანება სტუმრებად აღიქვეს ეს და არც იცოდნენ მათი ზებუნებრივი ძალებისა და მათი შესაძლებლობებისა ამ ხალხმა. მოხდა ზებუნებრივი ჩარევა და დიალოგი იმართება რა ერთგვარი რაღაც აქ ისეთ არაეთიკურ წინადადებებს
იძლევა ლოტი რომ თანამედროვე მკითხველს გაუკვირდება ალბათ, მაგრამ არ შევიდეთ ბიბლიაში ჩვენი წინასწარი წარმოდგენებით. ბევრ განხილვას მოგცემს ჩვენაში. ყველანაირად უნდა გავითვალისწინოთ კულტურა, წესები, მთელი რიგი რაღაცეები, თუმცა აი ეს რასაც ლოტი აკეთებს ეს ეთიკურ ნორმებს ცილდება, მაგრამ სტუმარ მასპინძლობის ჩარჩოებში შენარჩუნდა აქ უცნაურია ლოტის ესეთი მიდგომა ამ სტუმარ მასპინძლობის სიყვარულის წესებისა. მას ქალიშვილების უყვარს ყველა უყვარს შვილი, მაგრამ სტუმარი უცნაური არ ვიცი რა კულტურაა ეს, როგორ არის ეს ცალკე საკითხია, გახსოვთ ალბათ ანალოგიურ სიტუაციაში, აი სტუმარ მასპინძელში ვაჟა-ფშაველას და რომ მიუხვდებიან მეზობლები, რომ მტერია რა როგორ გადაეკიდება ეს მთელი მოსახლეობა ამ პიროვნებას ჯოყოლას და როგორ გაკოჭავენ და ააგდებენ, გამოსტაცებენ ამ სტუმარს და დააკლავენ თავის საფლავზე. ნახეთ, აი ესეც უწევს წინააღმდეგობას თავის მოქალაქეებს. და სთავაზობს აი ოღონდ დაწყნარდით აი ქალიშვილები რომელსაც ჯერ კაცი არ შეუცნიათ უთმობს. ისინი მაინც ამაზე არ მიდიან და აი ხდება სასწაული ზებუნებრივი სასწაული დაბრმავდნენ და კარი ვეღარ გაიგნეს. ამის შემდეგ არის დიალოგი ლოტის ოჯახობასა და ანგელოზებს შორის და ფაქტიურად ეუბნებიან რომ ყველა თითელი მოსახლე ვინც არის გადით დატოვეთ ქალაქი და სასიძვეებიც ჩანს რომ ყოლია ლოტს. სასიძვეებსაც ეუბნებიან, მაგრამ არავინ არ უჯერებს. ლოტიც არც ისეთლათ აღმაფრენით არ არის. ხო წარმოიდგინეთ ჩაულებრივი გაგებით, ვინმე მოვიდეს და გითხრას, იცი რა, ინგრევა ქალაქი და გადიო, გაყვებით თქვენ მას, დაუჯერებთ, როცა უკვე საკმარისი გაისა გაქვთ სიმდიდრე დაგროვილი და მიმული ხართ ქვეყანას ქალაქს და ცხოვრობ, ძალიან ძნელია, ხო? საქართველოს მიტოვება უჭირს და მით უმეტეს გაჭირებული ქვეყანაში არის და მაინც უჭირს და იქაც ახლა ლოტი თანამდებობა ყველაფერი აქვს და წარმოუდგენელია, აი როგორ უნდა დაიჯერო ქვეყანა დაინგრევა, ქვეყანა ცხოვრობს, ხარობს, თანამდებობა აქვს, მუშაობს. მაგრამ ის რაც მისაღები არის, ვთქვათ, მიწიერი მეფეთათვის და მიწიერი ხალხისთვის მიუღებელია ღმერთისთვის. ერთი შეხედვით თითქოს მთელი თანამედროვე ქალაქებში არის ძალიან ესეთი წყნარი მშვიდი ცხოვრება და ზნეობრივი, მაგრამ ღმერთისთვის მოსაწონი ცხოვრება თითქმის დედამიწაზე აღარსად აღარ არის. ხო, ამასაც თავისი განაჩენი გამოტანილი აქვს. ეს მინიატურულ პლანში არის და სურათში დახატული ეს სოდომ გომორის მთელი დედამიწის ისტორია მხოლოდ პატარა მინიატურულ ფორმაში არის ეს სოდომ გომორი რო გავავრცელოთ ჩვენ თანამედროვე პლანეტა დღეს სოდომ გომორი არის. სოდომ გომორი არ კიდევ ვიმეორებ არ ავიღოთ აი ესეთი გაგებით რომ მანდამაინც ჰომოსექსუალიზმი. ეგეც არის. უბრალოდ ღმერთი დაივიწყა ხალხმა, გაამპარტავნენ და ჩვენ 21 საუკუნეში ისეთი სიამაყე აქვს კაცობრიობას რომ ღმერთი საერთოდ დავიწყებული აქაც. იქ ახლა რელიგიას ასრულებდა ყველა და წესებში და ციჯდა და არ გეგონოთ რომ სოდომ გომორში რაიმე რელიგიური კულტი არ იქნებოდა. არ არსებობს იქ, ათეისტური ქვეყანა არ არსებობს. ვიდრე აქით რო ჩამოდივართ უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-13-მე-14 საუკუნემდე. ათეიზმი როგორც ასეთი არც ერთ ქვეყანაში არ იყო. იყო რელიგიური თაყვანისცემა ადამიანის მიერ დადგენილი და დაწესებული ღმერთების მიმართ. თორე სოდომ გომორიც ასეთი არის. იქ თაყვანისცემები არის, არ არის აღწერილი, მაგრამ თქვენ უნდა მიხვდეთ ამას ბიბლიის შემდგომ ფურცლებზე მიხვდებით. იქ ბიბლიას გავხსნით ბიბლიით და ეს არ არის ჩათვლილი, ღმერთი ამას არ იღებს. დღესაც ახლა როგორც არასდროს თქვენ ვერ დაასახელებთ დღეს პლანეტაზე სახელმწიფო დონეზე ათეისტურ ქვეყანას. ყველგან რელიგიური თავისუფლება არის, ხორხოცი, რა ვიცი, ეს იქნება ყოფილ საბჭოთა კავშირში, ჩინეთში თუ გნებავთ, იქაც არის აღდგომები და არის ეკლესიებში შეცვენა გამოცვენები, კუბაში. მოკლედ დღეს რელიგიურია ხო პლანეტა. კაცრად რელიგიური, აი აღმოსავლეთი, დასავლეთი ძალიან ზოგი ისეთ დონეზე, რომ ლამის აი თეოლოგიურ იმათ არის გამოცხადებული აღმოსავლურ აზიური ქვეყნები. მიუხედავად ამისა, ეს აღიქმება ღმერთის თვალში, როგორც სოდომ გომორი და მინიატურულ სურათით იმიტომ არის წარმოჩენილი სოდომ გომორი. ეს არის ერთგვარი წინასახე და წინასწარმეტყველება იმისა, რამუელის დედამიწას ერთ დღეს რომ დაიწვება ცეცხლში. აი მანდაც ხო ცეცხლში იწვება ხო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელიც ჩატარდა 1928 წელს თუ არ ვცდები, დადასტურდა მთელი რიგი რაღაცეები და ვაინ თეოლოგებს, რომლებიც იძახიან ეგრეთ წოდებული ათეისტ სატანურ თეოლოგებს, რომლებიც იძახიან სოდომ გომორი ქალაქები არ არსებობდაო. არსებობდა ეგ ნაღდის სურათია, ღმერთი არ იტყუება, ამას ადასტურებს იესო ქრისტეს და ბევრჯერ მოიხსენება სოდომ გომორი როგორც რეალური ქალაქები ბიბლიაში. ჩემთვის ეს ძალიან სარწმუნო და ამაზე მე ეჭვიც არ შემაქვს. ესე იგი, სიძეები არ მიყვებიან, არ წერია რატომ და არც დიდ ენთუზიაზმს ლოტის ცოლი იჩენს და თავად ლოტისაც კი ჯაჯგური დაჭიდა თუ
მიაქცევთ ყურადღებას და გამოიყვანა ლოტი ოჯახობით და მიდის ერთგვარი რაღაცა ღიჭინი თუ თხოვნა, რომელიც სად უნდა დასახლდეს. და რაღაც განაპირა ქალაქი, ჯერ პირდაპირ ღმერთი ეუბნება, რომ ასულიყო შორზე. თაზე და ისიც არა იქ არა, აი აქ ცოტა ახლოს ვიქნები, რომ ახლოს იყოს უყუროს თავის ქალაქს, ციგორი რო ქვია, სიტყვით მცირეს რო ნიშნავს. დათანხმდა ღმერთი ამაზე. მე ამასაც უაგდებს ლოტი და ისევ იმამ ზემოთ წავა გამოქვაბულისკენ. რომ მიდიან გზადაგზა, ეს არის საინტერესო და ბევრ მხატვარს ეს აღწერილიც აქვს. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ უკან არავის არ უნდა მოეხედა, ლოტის ცოლმა უკან მოიხედა. ეს ძალიან ისეთ ინტერპრეტაციის იმათ იქცეს საკითხი, თუ რა მოხდა, როგორ იყო, რა არის ზღაპარია თუ არა, მარილის სვეტი ეს რას ნიშნავს, როგორ არის ნუ ამაზე. არც არის საჭირო დავა, იმიტომ რომ მოგიხსენებათ, როცა ვულკანური ამოფრქვევები არის და რაღაცები დაადგინეს თელმა რიგმა გეომეცნიერებმა და აი ამ კვლევარებმა, რომ მსგავს მარილ მინარევებს ხავდება რაღაცა მოვლენა, საგანი თუ ნივთი, იგივე მდგომარეობაშია, რაც აღწერილია მან ლოტის ცოლზე. და სავსებით სარწმუნოა, ესეც ამანაც არ უნდა დაგვებნიოს ჩვენ. ამას ისეთი მთავარი მნიშვნელობა აქვს. თან მნიშვნელობა აქვს რწმენას და დამოკიდებულებას ღმერთთან. ლოტის ცოლი მაინც დანანებით არის, აი ურწმუნოების გამო მოიხედა, ცნობის მოყარეობის გამო, არსად ნათქვამი ეგ არ არის. მე არ ვიცი ეს ახლა რატომ ეს არის, რა ქვია, სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული არის, სხვადასხვა ინტერპრეტაციები ამისი. ზოგი ამას თulis, ზოგი იმას თulis. მე აღარ მინდა ამას გავყვეთ, ჩვენ გვინდა აი ამ მაგალითს ახალ აღთქმაში როგორი ინტერპრეტაცია აქვს, აი რამდენჯერ არის მოხსენებული ლოტის ცოლი ახალ აღთქმაში. ესე ეს რეალური სურათი არის. ჩვენ ვიცით რომ ახალ აღთქმიდან ამას ჩვენ მე როგორც ურწმუნოებისა გამო ლოტის ცოლმა უკან მოიხედა, მარილის სვეტად იქცა. ეს ერთგვარი შეგონებაა ქრისტიანებისათვის, რომლებიც რწმენაში არიან, მაგრამ მაინც უკან იხედებიან, რომლებიც თვითონ ღმერთთან არიან და ღმერთი წამთ და მაინც წუთის სოფელს ისე არიან მიჯაჭვებული, რომ უკან იხედებიან. ასე სიკვდილის დროს შეიძლება ადამიანი მთლიანად ებღაუჭებოდეს მიწიერ ხილულ სამყაროს და განშორება არ უნდოდეს აქ. ეს არ ითვლება უკვე ვთქვათ რწმენის საკითხად. ჩვენ ისევე უნდა ვიყოთ ამოვარდნილი და უკან არ უნდა ვიხედებოდეთ, ვინც უკან იხედება ქრისტეს სიძახის მოგიხსენებათ, ის ვერ გამოდგება ცათასასუფელში შესასვლელად ხო. და ისე ჩვენ არ უნდა მოგვივიდეს ეს. რისი სიმბოლოა კიდე ეს რო გავაფართოვოთ? აი რისი წუთის სოფელი ჩვენ გვაყვარებს თავს თავისი საგანებით, ნივთებით, ათასნარი ხიბლი არის წუთის სოფელში. შეგონება ახალ აღთქმაში პირველი იოანეს წერილში სწორედ იმას გულისხმობს, რომ წუთის სოფლის შეყვარებას არ გვირჩევს სული წმინდა. ნუ შეიყვარებთ წუთის სოფელს და ნურც იმას, რაც წუთის სოფელშია. ლოტის ცოლს აი ეს ქალაქი, ქვეყანა, სამშობლო ტყობა რაღაც განცდას იწვევდა და არ ეჯერა. უნდა დაუშვათ, ან ურწმუნოების გამო მოიხედა, რომ არ ეჯერა რო ქვეყანა დაიქცეოდა, ან კიდე ენანებოდა ორივე ერთ და იგივე პრინციპში. ენანებოდა და უნდოდა დარჩენა. და შეიძლება ერთიც და მეორეც, მაგრამ რომელ უნდა ავიღოთ? მე უფრო ავიღებ ურწმუნოებას. როგორი ახლა დაიჯერო, ქვეყანა იქცევა, უკან არ მოიხედო, იქნებ მატყუებ. ამ ხრივ ახლა ლოტის ქალიშვილებს და ლოტს არ მოუხედია უკან და ლოტის მეუღლე მოიხედა რა, იგი სვეტად იქცა. დარჩნენ ლოტი და თავისი ორი ქალიშვილი. 31 მუხლიდან 38 მუხლის ჩათვლით ეს იმდენად სამარცხვინო ადგილი ერთმა თეოლოგმა, როდესაც აი ამ თავებს იხილავდა, გამოტოვა ესა და მე ამ სამარცხვინო სიუჟეტს არ წავიკითხავ და გადავიდა მე-20 თავზე. ეს არის ამ მე-19 თავის 31 მუხლი 38, რომელიც აღვიწერს ლოტის ქალიშვილების ურთიერთობას მამასთან. ეხლა ესეც ძალიან ისეთი ფსიქოლოგიური საკვლევი თემა არის. მოკლე, ძალიან შეკუმშულ ფორმაში არის, ძალიან დიდი ინფორმაცია პროზაული. კერძოდ, აი რა მოხდა ლოტის იმაში, რამ გამოიწვია ესე გამოთაყვანება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ აი დაუჯერა ქალიშვილებს, ისე დათვრა, რომ არაფერი არ ახსოვს, აქედან სიტყვა ქართულში ლოთი კაცზე იტყვიან, ეს პიროვნული იმას ატარებს, ხო? პიროვნება ბიბლიური ლოთი, როგორ შემოვიდა ქართულ ყოფით ხმარებაში და წოდება ადამიანს მუდმივად როსმამს ლოთი. ხო, მანდედან არის. ეს ბიბლიური სახელი არის. რამ გამოიწვია ეს? ახლა წარმოვიდგინეთ ელემენტარულად, გქონდათ ყველაფერი, კარგად ხართ, გაწყობილია ოჯახი, სასიძვეებიც არის, დღეს ხვალ ქორწილი უნდა გამართო, მოდიან თქვენთან ადამიანები და გეუბნებიან, ქალაქი ექვემდებარება დაწვა განადგურებას და არაფერი არ წაიღოთ, ჩემოდანიც არაფერი თუ გაასწარით აქედან. მათ არაფერი არ მოაქვთ. აი რაც აცვიათ, იმით გამოდიან ლოტი და თავის ქალიშვილები და დედი, ციძეები არ წამოვიდნენ. ხო, აი ურწმუნო ხალხი იქ დარჩა. და რა ვიცი, თუ უყვარდათ ის გოგოები რატო არ გამოყვნენ, არ ვიცი და ეხლა ლოტი მოყვება ცოლია და შეიძლება უყვარდეს ესა ლოტის მეუღლეს ლოტი, მაგრამ უკან მოხვედა განაპირობა რამ? სინანულმა
თუ ურწმუნოებამ. მე ვფიქრობ ურწმუნოებამ, იმიტომ რომ ამას ახალი აღთქმა გვეუბნება, რომ ურწმუნოების გამო მოიხედა მან უკან. და ხშირად ადამიანს ეს ემართება. ურწმუნოების გამო ჩვენც ვიხედებით უკან, როცა ღმერთი არ აგწამს და შენ სასიკვდილო სარეცელზე ხარ, უკან იხედები ნიშნავს ებაღაუჭები მიწიერ ცხოვრებას და არ მიყვები ღმერთს რომ გაგიხმოს. სიკვდილი ხო ეს არის ნებაყოფლობითი აქტი, ღმერთი გიხმობს შენ, იმიტომ რომ თუ გესმის რომ ადამიანი მოკვდავია, მაშინ შენ ის უნდა აგო ცხოვრების წესი, რომ ამ დროსაც დაელოდო და როცა მოვა დრო გაყვე მას. და ლოტის ცოლივით უკან არ მოიხედო. არ გამოიტირო ეს მიწიერის, იმიტომ რომ ეს ვერ გადავჩებით, მარილის სვეტად ვიქცევით ნიშნავს, ვერ შევალთ ცათასაცრუფეველში. ამიტომ დოლგარმონითაც არ არის ეს არასწორი არის, ისე არ გამიგოთ რომ ღრიალღერად და ცეცეკვა თამაშით შევით. არა, აქ არის წმენად. როგორი წმენით ხვდებით მოვლენას. მყარ წმენას ლოტი აქ არ ავლენს და ჩვენთვის გაუგებარი, ეს სულიწმინდის იმას გაიგებს ადამიანი, ჩემთვის როგორც ადამიანისთვის გაუგებარი არის ლოტის გამართლება და შესაბამისად გადარჩენა. ლოტი გადარჩენილია, ხომ? ეს პირდაპირ გვეუბნება მას ახთო წერილი. და რაც მან ჩაიდინა ახლა არც ერთ იმაში აჯდება ნორმატიული იმაში, ამიტომ არის ეს ლოდის შებრკოლების ათეისტების და ეგრეთ წოდებული ანტიბიბლიური პიროვნებებისათვის მაგ ადგილებს რო კითხულობენ პირდაპირ რა ვიცი, ალერგია აქვს და ეს ადგილი იმიტომ არის მოთავსებული, რომ ჩვენ აქცენტი სწორედ წმენაზე ავიღოთ და არა მის მორალურ რაღაც შედეგებზე და რაღაცეებზე არ გაგვიტაცოს სისულელეებმა. მე არ მაინტერესებს ვინ რა არის, როგორ მე მაინტერესებს რწმენა ღმერთთან დამოკიდებულების საკითხი. ამიტომ ჩვენ ამას ვუხილავთ ასე ლოტი არის აბრაამთან ურთიერთობაში, უკავშირში. და აბრაამი რომიდის ეს ანგელოზები მე-18 საუკუნეში ის გაყურებს იმას, იცი, არ იცის რა მოხდა, რა იქნება და მე ჩვენ ვერ ვძგებულობთ, როდი გაიგო, არ გაიგო აბრაამმა ეს ამბავი. ჩვენ არის საქმე შორდებით მე ლოტს და მის შთამომავლებს ხვდებით ბიბლიაში, რომლებიც აი დაუძინებელი მტერი არის აღთქმის შვილებისა, ისრაელის ერისა, ლაპარაკი არის მოაბზე და ამონიკელებზე. მოაბიტელი სხვათა შორის არის რუთიც. და ნახეთ ესეც მოქცეულია ახალ აღთქმაში ერთ-ერთი. ამიტომ არის ბიბლია საინტერესო წიგნი, რომ აქ თუ კარგად ჩვენ გავყვებით ყველაფერ ამას, აი და რწმენით აღივსებით რა. ხო, მოკლედ ქალიშვილებმა გადაწყვეტეს, რომ ქვეყანა აღარ არის დაინგრა ქვეყანა და კაცის სინსილე აღარ არის. თელ დედამიწაზე დარჩნენ მათ ეგონათ, როგორც წარღვნის დროს მოხდა, დარჩა ლოტი და ორი ქალიშვილი. აი შეცდომაში შევიდნენ ისინი, ეთყობათ სოდომიდან ბევრი სისულელეები წამოიღეს ფსიქოლოგიური და აი სადიჩინა იმ გარემოში ცხოვრების ნაკლმა, რომელშიც ცხოვრობდნენ, აი ეს ფსიქოლოგია გამოყვათ მათ, აი ამ გამოქვაბულში და შიშით რომ შთამომავლობა გონი აღარ გვეყოლება, ათრობენ მამას, უფროსი და უმცროსი მონაცვლეობით და საფუძველი ედება შთამომავლობას, რომლებიც არიან, როგორც გითხარით, დაუძინებელი მტერები მერე მთელი ისტორიის მანძილზე ისრაელის ერისა, მოაბიტელები და ამონიკელები. მოაბი, იცით, ეს ინფორმაციის შემცველია სახელი მამის შვილს ნიშნავს, ესე იგი. ის კიდე სისხლით ნათესავი გაჩენილი, აი ეს ამონიკელები. და აი ეს არის რომ მე ამწარებს ისრაელის ერს. აი რა შეცდომა არის ლოტისა და უცნაურია რით გამართლდა ეს კაცი მე არ ვიცი. ზნეობრივი საქციელით? არა, აი ვის ეკუთვნის ეს? ვისგან იყო ნაკურთხი? რატომ არის ეს მოხსენებული? ხო გითხარით რომ არ იყოს ახალ აღთქმაში ეს? ვერცეც ვერ დაუმტკიცებდით ჩვენ რომ ლოთი არის გამართლებული და მართალი კაცი როგორ იტანჯებოდა სოდომ გომორში. აი ეს პეტრემ საიდან იცოდა? პეტრე პირველი საუკუნეა ჩვენი წელთაღრიცხვით, რა იცოდა რა ხდებოდა მან 21 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით. რამხელა მანძილია დაშორებული. თითქოს 2000 წელი აშორებს ამ ამბებს პეტრე. ვინ განუცხადა ეს? ამიტომ არის ბიბლია არა კაცის მიერ დაწერილი, არამედ სულიწმინდისა, ღმერთისა და ის არ იტყუება. ღვთივსულიერია ყველა წერილი გვეუბნება ბიბლიაში, ხო მეორე ტიმოთეს 3:16, მესამე თავი მეორე ტიმოთე. ჩემთვის ეს სარწმუნო არის. ასეა თუ ისე ლოტი მართალ კაცად ჩაითვალა, აქ ჩვენ ვემშვიდობებით ლოტსა და თავის ქალიშვილებს და მე გზადაგზა ბიბლიაში უკვე თავს იჩენს აი ეს მათი შთამომავლები, როგორც საოცრად აღვირახსნელი ხალხი, დაუძინებელი მთელი ისრაელისა, არასოდეს ხელს რომ არ უნდა წარმართები რელიგიურად, საოცრად წარმართები და ეს იყო დიდი შეცდომა აი ლოტისა, მაგრამ ღმერთის სიყვარული იმაში ჩანს, რომ არ ვიცი რა დამსახურებებით კიდევ ვიმეორებ, რომ ეს გადარჩენილად ჩაითვალა. ესე იგი, ხსნილად. აი ეგ არის ბიბლიის უცნაურობა და რწმენის მომცემიც არის ჩვენში და არა მაგალითის მიმცემი. ჩვენ ლოტს კი არ უნდა მივბაძოთ მაგალითში და არიქა ჩვენც ესე მოიქცეთ. არა, ბიბლია იმით არის, კარგი არ მალავს არცეთ ადგილებს. ესე იგი, ყველაფერი სიბინძურეც არის აღწერილი. და ჩვენ კი არ წაგვახალისოს ბიბლიაში აღწერილმა სიბინძურებმა. არიქა ეს ესე აკეთებდა. არა, ეს გაკვეთილია ჩვენთვის.
ღმერთის სიყვარული ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ადამიანმა. თუ გაიგებ ბიბლიდან რომ შენ ეს არ შეიძლება, არ უნდა გააკეთო და თუ გააკეთებ, იცი რა იმან გააკეთა და მე აი ესე არ გამოვა. შენ რა იცი როგორ უდგება ღმერთი ამა თუ იმ ადამიანებს და ეს სამაგალითოდ კი არ არის ჩაწელი, სამაგალითოდ ბიბლიაში არის ჩვენი ადამიანის დამოკიდებულება რწმენა ღმერთის მიმართ და არა ეთიკური გადახვევები. და გადახვევები მორალური, ეთიკური, ზნეობრივი ბიბლიაში უამრავი არის. უამრავი. მაგრამ როგორი მოწყალია ღმერთი და როგორი მადლისა, აი მან გაგვაუცოს ჩვენ და იმედი გვაქვს ჩვენ რომ რაც არ უნდა დაეცეთ თქვენ, რაც არ უნდა დაეცეთ და დაეცეთ არა შეგნებულად, არამედ რაღაც მიზეზების გამო ცხოვრებს და ის გვახსოვდეს რომ ღმერთი წამოგვაყენებს. ეს არის ეს გაკვეთილი უნდა ავიღოთ და არა ის რომ როდესაც ესე უცხოვრია, დავითიც ესე იყო, იაკობიც ესე, არა, მისაბაძი მაგალითი მან და არავინ არ არის. ესე იგი, ძველ აღთქმაში გავრცელებული არის აზრი იმისა, რომ ღმერთი ყოფილა სასტიკი და დაუნდობელი. აბა სადაც ჩანს, რომ სასტიკი და დაუნდობელია. ჯერ რამდენს ვკითხულობთ ჩვენ, ჯერ მივადექით ადგილს, სადაც იგი იმდენად სასტიკი და დაუნდობელია, რომ რა ვიცი, როგორ შეიძლება ესეთი ღმერთი ესე იქცეუდეს და არ უთხრათ ღმერთს. მე მივალთ ადგილებზე მეფეთა წიგნებში, რომ იქ ხოცავს ვიღაც ბავშვებს, ადრე ვიღაცამაც დამისვა ეს კითხვები, მაგრამ მაგას შესაბამისად იმ ადგილზე რომ მივალთ, გავცემთ პასუხს. ამ ეტაპზე კი დავჯერდეთ ამას, რომ ღმერთი არის მოსიყვარულე, არის მადლის მიმნიჭებელი ნებისმიერი ადამიანისათვის და ეს არის ყურადსაღები და გაკვეთილი კი ის უნდა ვისწავლოთ ამ სამარცხვინო ადგილიდან მე 31-ს გულისხმობ მუხლს 38-ს ჩათვლით 19 თავის ის კი არ უნდა ავიღოთ ამა თუ იმ სიტუაციაში რომ ჩავარდებით დაგვიმნელდეს ტვინ და ჩვენი ადამიანური კატეგორიებით ვიხემძღვანელოთ რასაც აკეთებს ლოტის ქალიშვილები მათ ეგონათ რომ აღარავინ აღარ არის დედამიწაზე მათ ეგონათ გლობალური ეს ყველაფერი ეს იყო ურწმუნოება ასევე გონია ილიას როდესაც შეშინებული გალბის ახაბის ცოლს იმიშიშით რომ არ მოკლან თან იმის მერე რაც სასწაული მან ჩაიდინა ღმერთის მეშვეობით და ისე არის შეშინებული რომ აღარ უნდა სიცოცხლე და მას გონია რომ აღარავინ აღარ დარჩა ქვეყნად ღმერთის მოყვარული გარდა თუ არა ილია და ღმერთი ეუბნება რომ კიდე არის 7000 კაციო ესე იგი ჩვენ არასოდეს ჩვენი წმენი და კატეგორიებით არ უნდა ვიხემძღვანელოთ, უნდა დავფიქრდეთ, უნდა ავწონოთ. ჯერ ერთი ღმერთს რატომ არ დაუჯერა ლოტმა, როცა მიუთითა ის ადგილი, ცოღარი და იქიდან რატო გაიქცა? შიშის გამო. ნახე, ორჯერ შეცვალა მანის, რომ დაეჯერებინა და ცოღარში დარჩენილიყო. შეიძლება არც ყოფილიყო ეგ ცოდვა. ან პირველ ეტაპზე რო უთხრა, რომ სულ იქ ზემოთ არა, იქ არა, აქ. ნახეთ რა ხდება ლოტი მერყეობს, ჭოჭმანობს და შემდგომ ალბათ იმ ფსიქოლოგიურ დღევანდელი ტერმინით ვთქვა სტრესში ჩავარდა რომ აბსოლუტურად გაუგნებულია ლოტი არ არის აღწერილი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ არც ძნელი წარმოსადგენია წარმოიდგინეთ კაცი უცებ გამოქვაბულში აღმოჩნდა ორ ქალიშვილთან აღარც ცოლი, აღარც ქალაქი, აღარც არავინ და ისე გაილეშა რომ მთლიანად სასოწარკვეთილებას მიეცა გვასწავლის ბიბლია რაც არ უნდა მდგომარეობაში ჩავარდეთ ჩვენ სასწაულებს არ უნდა მივეცეთ. რაც არ უნდა ესეთი დიაგნოზი დაგვისვას, ვთქვათ, საბედისწერო რომელიმე ექიმმა ან რაღაცა კატაკლიზმები, ჩვენ ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. ლოტმა ეს დაკარგა და უცნაურია კიდევ ვიმეონებ, რით გამართლა არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სიყვარულით. ბოროტად არ უნდა ისარგებლოს არავინ. ეს ადგილი ჩემთვის იმდენად იმედის მომცემია, არა წამბაძველი და არა მიმბაძველი. რო ჩავარდები ისეთ სიტუაციაში, მე თუ გამოვთაყვანდები ჩემი სიყვარულის გამო, შეგნებულად კი არ ჩავარდა ლოტი მაგ მდგომარეობაში. ღმერთი იმდენად მოსიყვარულია, მადლს მაინც მომანიჭებს და გაამართლებს. ამისათვის საჭიროა მასზე უცოტა მედიტაცია და უნდა ვთქვათ, რომ ლოტიც ბიძასთან ურთიერთობაში აცვლა ისე ათეისტი იყო. ახლა ათეისტებს და ემებს ღმერთი მოგეხსენებათ არც უყურებს და საერთოდ იმიტომ რომ ჯერ ათეისტს არ უნდა ღმერთთან ურთიერთობა არც არაფერს არ უჯერებს. ლოტს რაღაცნაირი წმენა მაინც გააჩნია. რაღაცნაირი და გამართლებულიც იმიტომ არის და არა ის რომ ეს ლოტის დამსახურება, არამედ ეს ღმერთის მადლი არის გამიგეთ. მას არაფერი კარგი არ გაუკეთებია. აი ეს არის ახალ აღთქმაშიც რომ აი მადლით ვართ გადარჩენილები და არა ჩვენი საქმეებით. ლოტის საქმეებით ლოტი ვერ გადარჩებოდა. ეს მადლით არის გადარჩენილი და რაღაცნაირი სიყვარული ეტყობა ღმერთისა, ბიძამისისა მაინც ქონდა და ვინიც ის როგორი იმას იზამდა მერე. მერე ჩვენ ვეღარ ხვდებით ლოტის, აღარ მისი პიროვნება ჩვენ არ ხვდება ბიბლიის ფურცლებზე, რამე თუ აღთქმა მაგასთან არის დადებული და ჩვენ მიყვებით აღთქმის ხალხს. ესე იგი მე გადავდივართ უკვე ა ブラ ამის შვილზე ისააკზე, მე უცებ თავი უკვე მეტად საინტერესოა, რომელსაც შემდგომ ვილაპარაკებ. და ვიცი ამაზე კარგი თემა მე მგონი რა უნდა იყოს ადამიანი, როცა დაჯდება და ამას კარგად განიხილავს და უფრო ბევრ რამეს მიწვდება. თან კიდე ამ სწავლის პროცესში რაღაცა ხდება რა ადამიანის გონებაში და გულში, როცა თქვენ ხშირად ღრმა ნაწარმოებს ჩაუჯდებით, ან ძალიან კარგ მუსიკას
დიდხანს გაყვებათ მისი გრძნობა. არ ვიცი, გამოგიცდია თუ არა, ძალიან ძნელი ზემოქმედება მაღალი მხატვრული ნაწარმოების, ეს იქნება კინოფილმი, ეს იქნება ლიტერატურა თუ ფილოსოფიური ნაწარმოები. ძალიან დიდხანს ფიქრობს. ზერელე ძალიან მალე გვავიწყდება. ამიტომ ეს ადგილი ჩვენ გვაფიქრებს, იცით, აი თქვათ ეს აქ ვარ თუ არა ჩვენი მდგომარეობაში, რომ სოდომ გომორულია ჩვენი პლანეტის ქალაქები თუ არა. ცალკე აღებული მთელი ქალაქები მართლაც გავს, მაგალითად ლოს-ანჯელესი, აი ეს ჰოლივუდის ისენი, რას გავს მთელი რიგი ქვეყნები, ნიუ-იორკი, აი მთლიანად ეს ბაბილონის გოტოლი არის. მთლიანად ეს სოდომ გომორული ცოდვა აგრეალებს. სოდომ გომორული ცოდვა უკვე ისეთ დონეზე ავიდა, ეს გამოცხადებულია როგორც ერთადერთ პროგრესულ რაღაც პოსტმოდერნისტულ ეთიკურ ნორმად. რაც პირდაპირ არის დამღუპველი და უკვე აღარც მალავენ მსოფლიო პარადები იმართება და ჰომოსექსუალისტური გლობალიზაცია არის ეს თუ შეიძლება ასე ითქვას, ხომ? ამ დროს ჰომოსექსუალიზმის მავნე თვისებებზე არავინ არ ლაპარაკობს. რამდენად მავნეა ეს სამედიცინო თვალსაზრისით, რამდენად სტრესირებული არიან ჰომოსექსუალისტები, რომ არაჯანსაღია ფსიქოლოგიის, რამდენად არის გავრცელებული ჰომოსექსუალის თვითმკვლელობა. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. შეიძლება ჰომოსექსუალიზმი ოჯახი ნორმალური იყოს? ეს რომ ანტიბუნებრივი, ყველანაირად ანტიურთიერთობა. ეს არის ადამიანთა ურთიერთობა დაფუძნებული ანტიზე, ანტიბუნებრივი ურთიერთობა. არავინ არ მითხრას, რომ ეს სწორია. ეს სწორი არ არის. და ვინც ეცდება ამ ურთიერთობის გამართლება გასწორებას, იმას ვეთქვით, რომ ეს არის გამოშტერება. მაგრამ არც ისე გაგვიგოს ვინმე, რომ თოფი გავტენოთ ახლა და დავერიოთ. იყო ამის ის, ვიცით, რომ ჰომოსექსუალიზმი სიკვდილით ისჯებოდა ბიბლიაში, ისჯება კიდევაც და პირდაპირ ახალი აღთქმა გვეუბნება, რომ ჰომოსექსუალისტები ცათასასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. მოკლედ მათი ადგილი ჯოჯოხეთშია. რა ვიცი, ხლა ღვთისწერილმა ეს ჩაწერა და მთელი კაცობრიობა აღდგომას აღნიშნავს დღეს და ქადაგება არ მიდიოდეს ამაზე და არ გამოაფხიზლიოს ახალგაზრდები და პირიქით მიდიოდეს ამის აგიტაცია სკოლებში ახალგაზრდებზე და რა ვიცი. სახეზე არის რა პატარა მინიატურით, აი რა რაც მოცემულია სოდომ გომორში, დღეს არის დიდი მასშტაბით ხედავ ჩვენ პლანეტის იმას და ამას ერთჩვენე დღეს იგივე დასასრული ელოდება, რაც სოდომ გომორში. ხო, ცოცხლე ეს ერთგვარი წინასახია. წყალით და გითხრა ღმერთმა, რომ წყალით დედამიწას აღარასოდეს აღარ წალეკავს და ამის ნიშნად ჩვენ ყოველთვის ცისარტყელა გვევლინება, ხომ? ეს ნამდვილია და ეს მე არც მაშინებს არანაირი წვიმები, ლოტს არ ავგევარ იმ ასპექტში, რომ წვიმა რო დაიწყოს, მეგონოს რომ თეთელის წარღვა. მე ვიცი რომ სადღაც არ იწვიმებს, თუ იწვიმებს რომელიღაც ერთ კონკრეტულ ქალაქში, დარწმუნებული რომ 100 კილომეტრის იქით წვიმა არ იქნება. და ლოტს ეგონა რომ მთლიანად მთელი ის სამყარო უკვე გაეხვია ცეცხლის ალში და ყველაფერი დაიწვა და თაინთქა. მასე არ არის, ეგ იქნება ერთ ჩვენიერ დღეს დედამიწას მთლიანად დაწვა დაემუქრება და შესაბამისად ყველა ვინც დედამიწაზეა ყველა დაიფერფლება და ჩაიწვება ხთებიც ოკეანე ყველაფერი აორთქლდება. ნაწინასწარმეტყველები აორთქლდება ეს, აი ეს უზარმაზარი პლანეტა დედამიწა აორთქლდება. და ეს შესაძლებელია ღმერთი ყოვლის შემძლია და რაიმნაირად ამას გააკეთებს. აი ეს არის სულ რაც მე მდედოა მეთქვა მე-18 და მე-19 თავთან დაკავშირებით.